Almabit, მადლობა ჩართვისთვის. მე მინდა ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელზეც პრინციპში ჩემს სხვა სტუმრებთანაც ვილაპარაკე, მაგრამ მინდა შევეხოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს. გუშინ ევროკავშირმა, ევროპის საბჭოში, ევროკავშირის დელეგაციამ გააკეთა საგანგებო განცხადება ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. ეს არის ევროკავშირის 12 წევრი ქვეყნის ერთობლივი განცხადება, სადაც საუბარია პოლიტიკურ პატიმრებზე და სამართლიანი სასამართლოს უფლების არარსებობაზე, სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე, სადაც მოთხოვნილია 7 ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების ყადაღის გაუქმება, ასევე დაგმობილია დამკვირვებლების არარსებობა მოახლოებულ არჩევნებში, 4 ოქტომბრის არჩევნებს გულისხმობ. ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს ქართულ ხალხს რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე ვენეციის კომისია ყავდათ მიწვეული საქართველოს საკითხებზე სასაუბროდ და ვენეციის კომისიის არც ერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებიათ ქართულ ოცნებას უკვე რამდენიმე წელიაო აღინიშნა ამ შეხვედრის პროცესში. მე მინდა გკითხოთ რას ნიშნავს, რა დატვირთვა აქვს ქართული ოცნებისთვის, საქართველოს საზოგადოებისთვის, პროტესტანტ საზოგადოებას რამდენად დაეხმარება ეს განცხადება და შეცვლის თუ არა 12 ქვეყნის მხარდაჭერა რამეს ჩვენი ქვეყნისთვის. მოგესალმებით ქალბატონათია, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მცირე დაზუსტებას მოვახდენ. ეს არის ევროკავშირის და პლუს 12 სხვა დამატებითი სახელმწიფოს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ერთობლივი განცხადება, 40-მდე ქვეყნის განცხადება, რომელიც ეხება საქართველოში არსებულ მდგომარეობას. ერთი შეხედვით ეს არის დეკლარაციული დოკუმენტი, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ისახდენს ქვეყნების პოზიციების ფორმირებას, საქართველოს დღის წესრიგის საკითხის მუდმივად მათი ყურადღების ქვეშ ყოფნას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოში ძალიან ბევრი რამე ხდება, ჩვენ ერთი პატარა ქვეყანა ვართ და შესაბამისად ამდენი ქვეყანა იცლის საქართველოსთვის, საქართველოში ადამიანის უფლებებისთვის ამ პრობლემებზე სასაუბროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და კარგად მიანიშნებს იმას, თუ როგორი სიმწვავის პრობლემასთან გვაქვს საქართველოში საკითხი და თუ როგორი, ესე ვთქვათ, მხარდაჭერა ქართულ ხალხს ამ ბრძოლაში, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებებისთვის, ძირეული უფლებებისთვის, თავისუფლებებისთვის და ძირეული დემოკრატიული საკითხების მხარდასაჭერად. თქვენ აღნიშნეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ამ დეკლარაციაშია ნახსენები. ალბათ განსაკუთრებით პირველ რიგში აღსანიშნავია პოლიტიკური პატიმრების შესახებ ჩანაწერი, ეს უკვე თითქოს ეს იგულისხმება, რომ 40-მდე ქვეყანა აღიარებს იმას, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები ყავს, აუცილებელია მათი გათავისუფლება. აღნიშნულია, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსების დაკავების შემთხვევები, საუბარია იმაზე, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ამ ქვეყანაში და რომ ის არ გვაქვს. ბატონ გიორგი, სანამ ამ საკითხებს ჩამოვთვლით, მინდა გკითხოთ ასეთი რამ, ნიშნავს თუ არა, რომ ევროკავშირის წევრები და ის 12 ქვეყანა, რომელიც უერთდება ამ განცხადებას, ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველო მიდის ავტორიტარიზმისკენ. ამას ემატება 2025 წლის 24 სექტემბერს საფრანგეთის სენატში არის ინიცირებული რეზოლუციის პროექტი, სადაც ფრანგი კანონმდებლები პირდაპირ წერენ იმას, რასაც ქართულ ოცნებას ედავება ქართული საზოგადოება და დემოკრატიული ქვეყნები, ის რასაც ოცნება აკეთებს, ეს არის ავტოკრატიული სვლა. ავტორიტარიზმის და ქართულ ოცნებას შორის ცივილიზებული სამყარო პრაქტიკულად ტოლობის ნიშანს სვამს და მე წაგიკითხავთ ციტატას ამ რეზოლუციის წინადადებისგან. რეზოლუციის წინადადება საქართველოს მთავრობის არალიბერალური ავტორიტარული სვლის დაგმობისა და საქართველოს ევროპული ბედისადმი ჩვენი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად არის ასეთი ციტატა ამ რეზოლუციაში. საფრანგეთიც უერთდება უკვე ამ ყველაფერს და კიდევ უფრო მკაცრი ტონით. მანამდე უნდა გავიხსენოთ ბრიტანეთის სანქციები, სადაც პრაქტიკულად საქართველოს და ქართული ხელისუფლება რუსეთის ომის თანასპონსორად გამოცხადდა უკრაინის ომში. კითხვას ვერ მივხვდი უკაცრავად. მე სამწუხაროდ ამ რეზოლუციას არ ვიცნობ. სულ ახალია და სწორედ ამიტომ წაგიკითხეთ ციტატა. ჩემი კითხვა არის ის, რომ ეს ქვეყნები და ის დანარჩენი 12 ქვეყანა აღიარებს თუ არა იმას, რომ საქართველოს პრაქტიკულად არ აყავს დემოკრატიული ხელისუფლება და ის მიდის ავტორიტარიზმისკენ. უამრავ ქვეყანას აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ახალი არჩევნების მოთხოვნა დაწესებული, უამრავ ქვეყანას აქვს გაცხადებული ინფორმაცია, მოწოდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ. ევროკავშირის საგარეო წარმომადგენლები ამას თავიანთ განცხადებებში და ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნავენ. ესეთი განცხადებები
მარტივად რომ შეადაროთ ქალბატონო თეა განცხადები, როგორც საქართველოსთან მიმართებით კეთდება, მხოლოდ და მხოლოდ იმ ქვეყნებთან მიმართებით არის გაკეთებული, რომელიც აღიარებული ავტოკრატიად და რეჟიმებად. თუნდაც ეს განცხადება, რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, რომელიც გაკეთდა გუშინ, აქ საუბარი არის ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე. თქვენ მე მგონი ძალიან დიდი ხანია საქართველოს ამბებს აშუქებთ სხვადასხვა ტელევიზიის ფორმატში და ალბათ ვერც თქვენი მაყურებელი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაიხსენებს რომ ესეთი რამ საქართველოში როდისმე მომხდარა. ალბათ ესეთი შემთხვევა არასდროს არ ყოფილა ისტორიაში, როდესაც ამდენი პოლიტიკური პატიმარი ყავს. არ ყოფილა ისეთი შემთხვევები, ისეთი უფლებადარღვევები, როგორიც ახლა გვაქვს. არ გაუდევიათ ამდენი საჯარო მოხელე მათი აზრის გამო საჯარო სამსახურებიდან. და დიახ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ და ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ ავტოკრატიაში და ავტოკრატიაში არის ის, რომ კონკრეტულად არც სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობს, ადამიანის უფლებებიც ხდება გარკვეულწილად თეორია, კონსტიტუცია ფორმალურ შინაარს იძენს და ბუნებრივია ამ ყველაფრის საპირწონედ ადამიანებს საპირისპიროდ ადამიანებს უწევთ ბრძოლა იმისთვის, რათა ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ, დაიბრუნონ დემოკრატია, დაიბრუნონ ადამიანის უფლებები და ქვეყანაში არსებობას მისცენ რეალური საზრისი. დემოკრატია არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ფურცელზე არსებულ განცხადებას, არამედ ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანის არსებობას ფასი უნდა ჰქონდეს და ვიღაცა იდეოლოგები არ უნდა წყვეტდნენ ადამიანთა დიდი ნაწილი ქვეყნიდან გადაიხიზნოს ემიგრაციაში თუ ამ შემთხვევაში მათ იარსებობ ბალასტად გთვლიან იმ ადამიანებს, ვინც მათ არ ვეთანხმებით. ზაზა შათერიშვილს გულისხმობთ ალბათ, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ სხვა გადაცემებშიც. მე მინდა თქვენ თქვით, რომ სხვადასხვა არხებზე ვაშუქებ ხოლმე საქართველოს ამბებს, არ მხოლოდ ვაშუქებ, ვსწავლობ ბევრი წელია და მათ შორის დიპლომატიის ისტორიას და ასე შემდეგ. მე არ მახსენდება, მათ შორის საბჭოთა საქართველოს ადრეულ წლებშიც კი, როცა ვთქვათ გერმანიის ელჩი საქართველოს აღიარების პირველი მედროშე ოკუპაციის შემდეგაც კი დაებარებინოთ დასატუქსად და ყურის ასაწევად. რა ნიშნებია ეს დიპლომატიურ ურთიერთობაში? რა გადატვირთვის ახალი პოლიტიკა მოიგონა საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის, ბრიტანეთის ელჩთან დაკავშირებით და სწორედ გერმანია და ბრიტანეთი იყვნენ ის პირველი ქვეყნები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობას შეუწყოს ხელი და გამოაცხადეს 1918 წელს სწორედ მათი დახმარებით მოხდა ეს ყველაფერი. საქართველოს ორი დამოუკიდებლობის აქტი აქვს. ორივეში ჩვენ რუსეთისგან თავისუფლდებით, როდესაც მან უკანონოდ დაგვიპყრო ორივე შემთხვევაში. და ორივე დამოუკიდებლობის აქტი მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას წევრ ქვეყნებს, რომ ჩვენ დაგვიდგნენ გვერდით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღიარონ და გწნონ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. და გერმანიის მაგალითი ალბათ სიმბოლურია, როდესაც დიპლომატიურ ნომრიან მანქანებს ნახულობთ. D01, რასაც აწერია ეს მანქანებს, ისინი არის გერმანიის საელჩოს მანქანები, იმიტომ რომ პირველი ქვეყანაა ეს, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, პირველი ქვეყანა, რომელიც გვერდში დაუდგა საქართველოს, აღარაფერს ვამბობ უამრავ მატერიალურ ტექნიკურ მხარდაჭერაზე, გარდა სიმბოლური და მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი აღიარებისა და რა თქმა უნდა, ეს საერთო პატერნია ქალბატონო თეა, როდესაც დასავლური პარტნიორები, ის ქვეყნები, რომლებმაც საქართველოს ევროკავშირში წევრობა, ნატოში წევრობაზე თანხმობა უნდა გამოხატონ, ის ქვეყნები, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ითვლება სამაგალითო კარგ ქვეყნებად, თავისი ცხოვრების წესით, თავიანთი ესე ვთქვათ, მიდგომებით, განვითარების დონით, ეკონომიკური კეთილდღეობით, ეს ქვეყნები გახდა პირიქით ჩვენთვის მტერი და ვინც ნამდვილი მტერია, ვინც ბოროტება, ვისგანაც ორჯერ გავთავისუფლდით რუსეთი, მასთან მიმართებით პირში წყალი გვაქვს დაგუბებული, მას პირიქით კეთილმეზობლურად ვუდგებით, მასთან ვამყარებთ დიდ ეკონომიკურ ურთიერთობებს და ასე ვთქვათ, მიჯაჭვულობის იმგვარ მასშტაბს ვქნით, რომელიც ყოველთვის დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამის არაერთი მაგალითი არსებობს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დიდი პოლიტიკური განზომილება აქვს, რაც რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიის ხარისხზე და იმ ყველაფერზე, რომელიც ნებისმიერი ჩვენგანისთვის აუცილებელია ნორმალური ყოფისთვის და არსებობისთვის. ევროკავშირის დელეგაციის განცხადებას რომ დაუბრუნდეთ და დანარჩენი 12 ქვეყნის რა გავლენას მოახდენს ეს ქართულ საზოგადოებაზე და ხელისუფლება რამდენად დაემორჩილება ამ მორიგ განცხადებას და მოწოდებას ევროპული ქვეყნების განბატონ გიორგი, რა იმედი ან მოლოდინი გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ქართული ოცნება და ეს რეჟიმი რა თქმა უნდა დიდი ხანია ამ მიმართულებით, ესე ვთქვათ, ალბათ მოწოდებებზე აღარ რეაგირებს, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს
ის დათვირთვა და მნიშვნელობა, რომ ჩვენ ქართველი ხალხი, ვისაც ამ ქვეყნის კონსტიტუციის გვწამს, ვისაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის გვწამს, ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავაბრუნოთ დემოკრატიულ რელსებზე, ამისთვის ვიყენებთ შესაბამის შიდა და საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებს და ამ ბრძოლაში დარწმუნებული ვარ, ეს განცხადების მხარდაჭერა იქნება ქართული ხალხის სასიკეთო და იმედი მაქვს, რომ შემდგომ სხვადასხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებში გადაითარგმნება. შეიძლება ეს მივიღოთ მნიშვნელოვანი სიგნალად. არის კალბატონო თია, თუ შეიძლება დავასრულებ, ამ ეტაპზე ჩვენთვის კონკრეტული შედეგებიც მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ დღის წესრიგში ყოველთვის ვრჩებოდეთ და სხვადასხვა მნიშვნელოვანმა საკითხებმა, რომელიც სოფლიოში მიმდინარეობს, იმან ესე ვთქვათ, საქართველოს საკითხი არ დაჩრდილოს. ალბათ ეს განცხადება ერთ-ერთია იმ განცხადებათაგანი, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში შენარჩუნებას უზრუნველყოფს და უზრუნველყოფს იმას, რომ მეტი და მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იქნას ახალისებული ამ მიმართულებით საქართველოსთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. პრინციპში თქვენი პასუხი გულისხმობს იმ კითხვასაც, რომელიც წეგენ გამიჩნდა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი. იმედია ეს სიგნალი, რომელიც ევროპისგან ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება მთავარი გზავნილი, რომ ევროპას